საღამოშვიდობის 27 აპრილს BMG TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაპიაშვილი ვარ და სამუშაო დღის ბოლოს მნიშვნელოვან საქმიან ამბებს გიზიარებთ BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. პროექტი ითვალისწინებს მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას. კანონის პროექტი შეიცავს გარდამავალ დებულებას, რომლის თანახმადაც საქართველოს მთავრობამ უნდა განსაზღვროს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილება და მისი ფარგლები. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით სამეწარმეო ვენახის გაშენების წესის დამტკიცების შესახებ ღვინის ქარხნებს ისეთი ვენახებიდან ყურძნის ჩაბარება, რომელიც სამინისტროს თანხმობის გარეშე გაშენდება აიგრძალათ. შესაბამისად იმ მევენახეებს, რომლებიც არარეგისტრირებულ ვენახებში მოიყვანენ ყურძნს, ღვინის მწარმოებელზე ყურძნის რეალიზაცია აღარ შეეძლებათ და სახელმწიფო სუბსიდიას ვერ მიიღებენ. ბრძანება 1 მაისიდან ამოქმედდება. ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით, ქვეშეთი კობის 23 კილომეტრიანი მონაკვეთი 2028 წელს გაიხსნება. მისი თქმით, წელს გეგმაშია გუდაურამდე მისასვლელი ახალი გზის გახსნა და მთლიანად ქვეშეთი კობის გზა 2028 წელს იქნება დასრულებული. მინისტრი აღნიშნავს, რომ პარალელურად აქტიურად გრძელდება სტეფანწმინდა გველეთის გზის მშენებლობა, სადაც 2 კილომეტრიანი ესტაკადა და ხიდი მოეწყობა. მთავრობამ თბილისის შემოვლითი მაგისტრალის 22,5 კილომეტრიანი ავჭალა აეროპორტის მონაკვეთის ტენდერის დასრულება ხელმეორედ 1 ივნისამდე გადაავადა. ტენდერი 2026 წლის თებერვალში გამოცხადდა და ის თავდაპირველი გეგმით 15 აპრილს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ის 8 მაისამდე, ახლა კი 1 ივნისამდე გადავადდა. გადავადების მთავარი მიზეზი კომპანიის მიერ წარდგენილი განცხადებები იყო, რომლის თანახმადაც მათ პროექტის მოსამზადებლად დამატებითი დრო სჭირდებათ. 2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 1,280 მილიონი ლარის ღირებულების 12,835 იპოთეკური სესხი გასცეს. ეროვნული ბანკის განახლებული სტატისტიკით, თანხობრივად იპოთეკური სესხების პორტფელი 34%-ით, რაოდენობრივად კი 20%-ით არის გაზრდილი. შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი მიხეილ მაღლაკელიძე იქნება. მას ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. უწყების ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი დაჩიბერაია, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაულიძე და მამუკა ბარათაშვილი და შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები დაესწრნენ, როდესაც ფინანსთა მინისტრმა ის ახალ თანამდებობაზე წარადგინა. ლაშა ხუციშვილმა ირაკლი ბერაიას მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის, წარმატებები უსურვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე. დღესვე პრემიერმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს კულტურის და სპორტის მინისტრს თინათინ რუხაძეს ახალი მოადგილე ჰყავს. ამ პოსტზე გრიგოლ ცერცვაძე დაენიშნა. ეკონომიკის სააგენტოს სიპის საწარმოო საქართველოს ხელმძღვანელი საჯარო კერძო თანამშრომლობის სააგენტოს უფროსად დაენიშნა. სააგენტოს რეფორმების პროცესი ხდება ახლა და ის ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში ინაცვლებს. შეიცვლება სახელი და ფორმატი და მას ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტო ეწოდება. პარლამენტში დღეს ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მოსმენა გაიმართა, რომელსაც მიხეილ ხიდურელიც დაესწრო. თუმცა განხილვისას არ თქმულა, რომ ამ სააგენტოს უფროსი თავად ხიდურელი იქნებოდა. მთავრობა PPP სააგენტოს აუქმებს და ეკონომიკის სამინისტროში ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტოს ქმნის. ცვლილებით საჯარო კერძო პარტნიორობის სააგენტო მთავრობის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში იქნება ეკონომიკის სამინისტროს ქვეშ და სახელი და ფორმატი შეეცვლება მას ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტო უნდა ეწოდოს. პარლამენტი ცვლილებას დაჩქარებულად განიხილავს. ახალი სააგენტოს ქვეყნის საინვესტიციო და საექსპორტო პოტენციალის მხარდაჭერა უნდა დაევალოს. ამ უწყებაში გადავა სააგენტოს აწარმოო საქართველოში ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტი თავად აწარმოო საქართველოში ცალკე კანონპროექტით რეორგანიზაციას დაექვემდებარება და მის საფუძველზე საქართველოს განვითარების კორპორაცია დაფუძნდება.
პარლამენტში შექმნილი ფასების შემსწავლელი კომისია მუშაობის დასკვნით ეტაპზეა. კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილის განცხადებით მიმდინარეობს მუშაობა დოკუმენტზე, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს და საწვავს მოიცავს. ამ კვირაში ორი შეხვედრაა დაგეგმილი, მათ შორის ერთი შემაჯამებელი და იქამდე კიდევ ერთი შეხვედრა საწვავის კომპანიებთან. შოთა ბერეკაშვილის თქმით, კომისიის შემუშავებული დოკუმენტი მოიცავს როგორც ანალიტიკურ ნაწილს, ისე საერთაშორისო გამოცდილებას. უცნობი რჩება, როგორ და რა ფორმით მოხდება კომისიის ფარგლებში პესტიციდებთან დაკავშირებული თემის მოკვლევა თუ შესწავლა, რაც პრემიერის მხრიდან იყო დაანონსებული, თუმცა ამ საკითხზე დამატებითი განმარტებები აღარ გაკეთებულა. იქნება შეხვედრა, ასე ვთქვათ, საწვავებთან დაკავშირებით, კომისიის ფარგლებში, ასების შესწავლასთან დაკავშირებით, გვეყოლება წამყვანი კომპანიები და ეს იქნება, ასე ვთქვათ, სექტორების შესწავლის შემაჯამებელი შეხვედრა, თუმცა კიდევ ერთი შემაჯამებელი შეხვედრა გვექნება კვირის ბოლოს და საერთოდ ჯამში ამ ეტაპზე მიმდინარეობს უკვე დასკვნითი ნაწილი, სათდება ფასების შემსწავლელი კომისიის საბოლოო დასკვნა, რომელიც მოიცავს საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს და საწვავს და ძალიან დიდი მუშაობა ჩატარდა, ორ კვირაზე მეტი ვმუშაობთ, იქნება როგორც ანალიტიკური ნაწილი, ასევე საერთაშორისო გამოცდილების ნაწილი. ფასების შემსწავლელი კომისიას სამუშაო ეხებოდა სამ მიმართულებით იყო საკვებ პროდუქტები, ასე მედიკამენტები და საწვავი და კვირის ბოლოს გვექნება შედეგს როდის საერთოდ კომისიის მუშაობა დასასრულს უახლოვდება და გასცემს რეკომენდაციებს თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ფასები იყოს სტაბილური და კარგი. ეს არის კოლექტიური გადაწყვეტილება, აუცილებლად იქნება ბევრი რეკომენდაციები, ჩვენ კომიტეტსაც აქვს რეკომენდაციები, მაგრამ მე კონკრეტულად ვერ დავასახელებ ახლა, იმიტომ რომ მე არ ვიცი საბოლოო ჯამში კომისია ერთობლივ გადაწყვეტილებას გასცემს. გაზის და ნავთობის კორპორაციაში დარიგებული მილიონობით ლარის პრემიების საქმეს პროკურატურა სწავლობს. ლევან მაჭავარიანის განცხადებით, აუდიტის რეკომენდაციების შესრულება მიმდინარეობს, თუმცა გარკვეულ საკითხებზე კითხვები კვლავ რჩება, რაც საგამოძიებო უწყება პროცესში ამ კითხვების გამო ჩაერთო. დაუსაბუთებელი პრემიები გაცდენილ დღეებზე დარიცხული ხელფასის შობულების მივლინების პერიოდში დასაბუთების გარეშე ჩასხმული არის მაგალითად 30.322 ლიტრის საწვავი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ნავთობის და გაზის კორპორაციის 2022-2023 წლის აუდიტის შედეგები წარადგინა. ამ დოკუმენტში ნათქვამია, რომ კორპორაციის მხრიდან ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებამდე გეგმაზე მეტი ოდენობით ხარჯვა პრაქტიკულად ფორმალურ ხასიათს ძენს კორპორაციის საქმიანობის ბიუჯეტირების პროცესს და პარტნიორის ფუნქციას გასაწევი ხარჯების შეთანხმებასა და კონტროლთან დაკავშირებით. აუდიტი მიუთითებს, რომ კორპორაციაში არ არის დანერგილი სისტემა, სადაც განსაზღვრული იქნებოდა თანამშრომელთა წახალისების კონკრეტული კრიტერიუმები. შედეგად 2022-2023 წლებში 7.184.582 ლარის ოდენობით სათანადოდ დასაბუთებული თანხები არ არის გაცემული. ამავე დროს კორპორაციის მენეჯმენტის პრემირება განხორციელებული არის კანონმდებლობის მოთხოვნების დაუცველად პარტნიორთან შეთანხმების გარეშე. კორპორაციის მენეჯმენტზე 2022 წელს გაცემული არის 725.106 ლარის პრემია, 2023 წელს თითქმის მილიონი ლარი. აუდიტის ჯგუფი მუშაობს ძალიან ინტენსიურად და ჩვენი ამ შემთხვევაში მოვალეობა არის ის, რომ დავწმუნდეთ იმაში, რომ რეკომენდაციები, რაც გაცემული არის აუდიტის სამსახურის მხრიდან, ეს ყველა რეკომენდაცია სრულდება. ამ შემთხვევაში ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა უწყებებთან დაკავშირებული რეკომენდაციების სტატუსები და მათ შორის გაზისა და ნავთობის კორპორაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები ჩაგვაბარეს ანგარიში, ეს რეკომენდაციები სრულდება, თუმცა არის კონკრეტული კითხვის ნიშნები გადახარჯვასთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით და ჩვენ რა თქმა უნდა დავინტერესდით რა სტატუსია ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით ყველაფრის გამოსწორება მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული კითხვები, რომელიც არსებობს, იმ კითხვებით უკვე დაინტერესებული არის პროკურატურა და დაწყებულია გამოძიება. კონკრეტულად ადამიანების ჩამონათვალი რა თქმა უნდა არ ვიცი და ეს არის ის საკითხი, რაც პროკურატურამ უნდა შეისწავლოს, რაც შეეხება იმ სპეკულაციას, რომ თითქოს პარტაქტივი არის სადმე დასაქმებული, ეს რა თქმა უნდა არის სიცრუე. ანაპროექტი, რომლის საფუძველზეც მთავრობის შემადგენლობა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი ემატება, პარლამენტში დაჩქარებული წესით მიიღება. მთავრობის ინიციატივის მიხედვით, სუსის უფროსობიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში მამუკა მდინარაძის გადმონაცვლების შემდეგ შექმნილი უწყება სამართალდამცავი სისტემის ეფექტიანობის ზრდისთვის და კოორდინაციის გაძლიერებისთვის იქნება. პროექტის მიხედვით, მთავრობამ უნდა განსაზღვროს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო
უსახო მინისტრის უფლებამოსილება და მის ფარგლებში არსებული უფლებები. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით უწყობა მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში განთავსდება და მას ცალკე გამოყოფილი შტატი არ ეყოლება. უწყების საკადრო უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი მთავრობის ადმინისტრაცია იქნება და ამ მხრივ ახალ შტატებს არ დაიქირავებენ. ამასთან უწყების დაფინანსებაც სრულად მთავრობის ადმინისტრაციის 2026 წლის ბიუჯეტიდან იგეგმება. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნის შემდეგ პოსტს მამუკა მდინარაძე დაიკავებს. პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოსტიდან ვადაზე ადრე გადადგომის შესახებ მდინარაძის წერილობით განცხადება უკვე წარდგენილი აქვს. მდინარაძის შემცვლელად სუსის უფროსის პოსტზე გეკა გელაძია ასევე წარმოდგენილი. ღვინის ქარხნებს აეკრძალათ ისეთი ვენახიდან ყურძნის ჩაბარება, რომელიც სამინისტროს თანხმობის გარეშე გაშენდება. მინისტრის ბრძანებით ის მევენახეები, რომლებიც არარეგისტრირებულ ვენახებში მოიყვანენ ყურძნს, ღვინის წარმოებლებზე ყურძნის რეალიზაცია აღარ შეეძლებათ და ვერც სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ. ბრძანება 2026 წლის 1 მაისიდან ამოქმედდება. ახალი რეგულაციით სამეწარმეო ვენახის გაშენება, ან უკვე არსებული ვენახის განახლება აღდგენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. დოკუმენტი განსაზღვრავს მოთხოვნებს ვენახის გაშენებისთვის. მევენახეებს მოეთხოვებათ გამოიყენონ მხოლოდ კანონმდებლობით ნებადართული და სერტიფიცირებული ნერგები. ამავე დროს თანხმობის მისაღებად აუცილებელია ნიადაგის საველე და ლაბორატორიული კვლევის შედეგების სამინისტროში წარდგენა, რომელიც უნდა ადასტურებდეს, რომ მიწისქვეშა წყლის დგომის სიმაღლე 1 მეტრს არ აღემატება. კვლევა ასევე უნდა მოიცავდეს ნიადაგის ძირითადი მახასიათებლების ანალიზს. ვენახის გაშენებაზე თანხმობის მისაღებად განცხადებელ სააგენტოში უნდა წარედგინოს განაცხადი მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები, საკადასტრო რუკა, აგროტექნიკური კითხვარი და სხვა შესაბამისი ინფორმაცია. განაცხადის განხილვის ვადა 20 სამუშაო დღემდეა. სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობა კი 3 წლის განმავლობაში მოქმედებს. ვენახის გაშენების დასრულების შემდეგ ვენახე ვალდებულია ვენახი ერთიან კადასტრში დაარეგისტრიროს. რა გამოწვევებია კაკლის და ნუშის წარმოების ექსპორტის კუთხით? ფერმერებსა და ექსპორტიორების გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი შეხვდა და დარგობრივი საბჭოს შექმნის ინიციატივა გააცნო, რომლის მიზანიც ამ სექტორში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, სიახლეების გაზიარება და ფერმერებისთვის ეფექტიანი მხარდაჭერის მექანიზმების შემუშავება უნდა იყოს. საბჭოს შეხვედრები ყოველთვიურად მინისტრის მოადგილის კურატორობით, ხოლო კვარტალში ერთხელ მინისტრის ხელმძღვანელობით უნდა გაიმართოს. მინისტრი და ფერმერები აღნიშნავენ, რომ ასეთი ფორმატი ხელს შეუწყობს დარგის წარმომადგენლებთან აქტიურ კომუნიკაციას, ფერმერთა ინტერესების უკეთ გათვალისწინებას და სექტორის განვითარებისაკენ მიმართული პროექტების დაგეგმვას. კაკალი და ნუში არის ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი დარგი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის დარგი, რომელიც იძენს საექსპორტო პოტენციალს, შესაბამისად მნიშვნელობიდან გამომდინარე შექმნილი არის მინისტრთან საბჭო, რომლის ფორმატში შესაძლებელი არის, რომ დარგის წარმომადგენლებს შევხვდეთ, ვიმსჯელოთ იმ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, რომელიც დარგს აქვს. ნიშნული ფორმატი, რომელსაც სამინისტრომ ჩაუყარა საფუძველი, ასე რომ ვთქვათ, და განახორციელა ეს შეხვედრა, ძალიან ღირებული არის ფერმერებს და ზოგადად, ასე რომ ვთქვათ, სექტორში ჩართულ პირებს აქვს პირდაპირ შესაძლებლობა პირდაპირ მიაწოდონ დაინტერესებულ და უფლებამოსილ პირებს, ასე რომ ვთქვათ, ყოველგვარი საჭიროებო საკითხები, რაც სექტორში არის და მიიღონ სწრაფი რეაგირება ამ კონკრეტულ პრობლემებზე თუ გამოწვევებზე, რაც სექტორში ფიქსირდება. ძალიან კარგი სიახლეა, იმიტომ რომ მუდმივად რაღაცა გამოწვევები არის. ხშირ შემთხვევაში ახალ-ახალი, იმიტომ რომ სოფლიო ბაზაზეც არის სტატიკური რაღაცები იცვლება და თუ ჩვენ საშუალება გვექნება, რომ ყველა მიმდინარე პრობლემას ჩვენ, თქვათ, იგივე სტრუქტურა ექნება, სადაც შეგვიძლია გავაჟღეროთ, სადაც მოგვისმენენ და სადაც შესაბამისი მოქმედება იქნება, ხოლო ძალიან მოხარული ვიქნებით და დარწმუნება ძალიან წარადგება სექტორის განვითარებას. გაზრდილი ჯარიმები აზარტული თამაშების ბიზნესისთვის პარლამენტში კანონპროექტის განხილვა დაიწყო, რომელიც სათამაშო ბიზნესის სექტორში რეგულირების მნიშვნელოვან გამკაცრებას ითვალისწინებს. სრულებების თანახმად, თუ კომპანიები სანებართვო მოსაკრებელს დადგენილ ვადებში არ გადაიხდიან, მათ საქმიანობის უფლება ავტომატურად შეუწყდებათ. ამავე დროს იზრდება თავად ჯარიმის ოდენობაც. არსებული 7,000 ლარის ნაცვლად სანქცია 20,000 ლარს გაუტოლდება. ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ აზარტული თამაშების ბიზნესში მოქმედი ჯარიმები რეალურ შემაკავებელ
ყოველ ფუნქციას ვერ ასრულებს და ამიტომ აუცილებელი მათი გაზრდა გახდა. თავად სექტორში კი აღნიშნავენ, რომ ახალი რეგულაციებით მთავრობამ გადაწყვიტა ლეგალურ ბიზნესს ებრძოლოს და არალეგალურს. სპეციალისტების ნაწილი კი აღნიშნავს, რომ ინიცირებული ცვლილებებით დამატებითი საბიუჯეტო თანხების მობილიზების პოლიტიკის ნაწილს ვხედავთ, რა იცვლება სათამაშო ბიზნესისათვის და როგორი არის შეფასებები. მოცეშუბაშვილის სიუჟეტი ნახოთ. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით სათამაშო ბიზნესის სექტორის რეგულირება მკაცრდება. ცვლილებების თანახმად, თუ კომპანიები სანებართო მოსაკრებელს დადგენილ ვადებში არ გადაიხდიან, მათ საქმიანობის უფლება ავტომატურად შეუწყდებათ. ბაზარზე დასაბრუნებლად კი თავიდან მოუწევთ სანებართო მოსაკრებლის სრული ოდენობის გადახდა, რომლის ღირებულება 100,000-დან 5 მილიონ ლარამდეა. იზრდება თავად ჯარიმის ოდენობაც. სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 7,000 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 20,000 ლარით. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 1000 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 10,000 ლარით. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხელ დუნდუა აცხადებს, რეგულირების გამკაცრების წინაპირობა წარმოადგენს სანებართო პირობების დარღვევების შემთხვევების გახშირება და არსებული სანქციების არასაკმარისი ეფექტიანობა. დავინახე და გამოჩნდა, რომ ზოგიერთი ორგანიზაცია უღირდა, ასე ვთქვათ, ჯარიმის გადახდა ფუნქციონირების გაგრძელება და სანებართო პირობების თქვათ დარღვევის არ გამოსწორება, რადგან დავინახეთ ესეთი სიტუაცია, გადავწყვიტეთ, რომ გაგვეზარდა ჯარიმების ოდენობა, რომ ის ნამდვილად იყოს პრევენციული ხასიათის და კანონ დამკვევმა, ასე ვთქვათ, პოტენციალურმა 100 გაზომვა სანამ გადაწყვეტს კანონი დაარღვიოს და ჯარიმა დაეკისროს. 7,000 ლარიანი ჯარიმა ერთ შემთხვევაში გაიზარდა 20,000-მდე, 100 ლარიანი ჯარიმა გაიზარდა 10,000-მდე. გაუთანაბრდა ესე იგი მოსაკრებლის გადაუხდულობის გამო დაკისრებული ჯარიმის ოდენობას სხვა სანებართო პირობების დარღვევის შემთხვევაში დასაკისრებელი ჯარიმის მოწმობა. სათამაშო ბიზნეს ასოციაციაში კი ამბობენ, რომ სექტორის მხრიდან სანებართო პირობების დარღვევა უმეტეს შემთხვევაში გარკვეულ ტექნიკურ საკითხებს უკავშირდება და არა კომპანიების მხრიდან მიზანმიმართულ ქმედებას. როგორც ასოციაციაში ამბობენ, დარგისთვის ჯარიმების მკვეთრი ზრდა ყველაზე ნეგატიურად ეგრეთ წოდებულ მიწის კაზინოებზე აისახება. ახალი რეგულაციებით მთავრობამ გადაწყვიტა ებრძოლოს ლეგალურ ბიზნესს და არა არალეგალურს, აცხადებენ ასოციაციაში. პირველ რიგში ძირითადად დაარტყავს მიწის ობიექტებს და მიწის ობიექტებს შეექმნება პრობლემა. თვითონ ესე ვთქვათ ლეგალური ბიზნესი ყოველთვის იხდიდა გადასახადებს, შეზღუდვები და ლიცენზიის გაუქმება აქამდეც იყო. თუმცა აქ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმ ფაქტორს, რომ ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე, როდესაც ადამიანს შეექმნება რაღაცა პრობლემა ან ტექნიკური ხარვეზი, ამის გამო არ უნდა ხდებოდეს ან დიდი ჯარიმის გადახდა. რეალურად თვითონ ლეგალური ბიზნესი ყოველთვის იყო მომხრე იმისი, რომ ყოფილიყო გამჭვირვალე და ყოფილიყო სახელმწიფოსთვის ხელმისაწვდომი. თუმცა რატომღაც დღესდღეობით სახელმწიფომ გადაწყვიტა ის მომენტი, რომ ებრძოლოს ლეგალურ ბიზნესს ვიდრე არალეგალურ ბიზნესს. ფინანსთა სამინისტროში ასევე აღნიშნავენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში სათამაშო ბიზნესის მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები მზარდია და ეს მათ შორის იმითაა განპირობებული, რომ გასულ პერიოდში სექტორისთვის სხვადასხვა მიმართულებით გადასახადები გაიზარდა. კერძოდ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ გასულ წელს სექტორიდან ბიუჯეტში 1,8 მილიარდი ლარის შემოსავლები შევიდა, რაც მისი თქმით ბოლო 5 წელში გახუთმაგებული მაჩვენებელია. დარგობრივ ბიზნეს ასოციაციაში კი ამბობენ, რომ მიუხედავად მზარდი შემოსავლებისა, სახელმწიფო გარკვეულ შემოსავლებს მაინც კარგავს, რადგან მათი თქმით გადასახადების რადიკალური ზრდის შედეგად ბოლო რამდენიმე წელია ქართულ ბაზარზე არალეგალური საიტები მკვეთრად მომრავლდა. ჩვენ თანმიმდევრულად ვამკაცრებთ ასეთ მიდგომებს, ბუნებრივია ვებრძვით არალეგალურ მიმართულებებს, მათი რაოდენობა და მნიშვნელობა არ არის არსებითი, ბუნებრივია შეიძლება კონდეს ისეთი გზების უძიებას ცალკეულ შემთხვევებში, რომ თავი აარიდოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ბუნებრივია ზარალდება თვითონ ასეთი მოქმედებით ჩამდენი პირი და შესაბამისად ჩვენ ჯარიმების გაზრდილი გვაქვს ამ მიმართულებით, რაც შეეხება ფისკალურ ეფექტს ამ შემთხვევაში 1,874 მილიონი ლარის საგასახადო და საერთო საბიუჯეტო შემოსავალი შემოვიდა სათამაშო ბიზნესის შესაბამისად ფისკალური თვალსაზრისით აბსოლუტურად გამართლებულია და ბუნებრივია ამ შემთხვევაში კანონმდებლობაც და
სახელმწიფოც მოიქცა სწორად, როდესაც მიიღო ცვლილებები. 21 წლის ცვლილებების მერე საკმაოდ მკვეთრად გაიზარდა არალეგალური საიტების, ესე ვთქვათ, სეგმენტი საქართველოში. დღესდღეობით ჩემი ინფორმაციით ეს ციფრი არის სადღაც ესე ვთქვათ, დეპოზიტები 2 მილიარდამდე გადის ქვეყნიდან, თუმცა რა თქმა უნდა ის ბრუნდება კიდევაც, მაგრამ ეს რეალურად არის ის არალეგალური კონტენტი, რომელიც არ კონტროლდება და ვერ კონტროლდება სახელმწიფოებისგან. დღეს რო არის საუბარი არასრულწლოვნების ჩართულობაზე, ზუსტად ის არასრულწლოვნები ჩართულები არიან არალეგალურ ოპერატორებთან და არალეგალურ ოპერატორებთან. გვაქვს ცოდნა, გვაქვს რესურსი, რომ ეს გავაკეთოთ და მზად ვართ სახელმწიფოს დაუდგეთ გვერდში და ერთად გავდატეხოთ საქართველოში არალეგალური საიტების, ესე ვთქვათ, ბობოქრობა და მუშაობა, რომ ლეგალური ბიზნესი განვითარდეს. ფინანსთა სამინისტროში ირწმუნებიან, რომ აზარტული თამაშების ბიზნესისთვის ჯარიმების ზრდის მთავარი მიზანი საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზება და ფისკალური ეფექტი არამედ სექტორის მიერ დარღვევების პრევენცია. სპეციალისტების ნაწილის შეფასებით კი ინიცირებული ცვლილებები მეტწილად დამატებითი საბიუჯეტო თანხების მობილიზების პოლიტიკის ნაწილია. სამწუხაროდ გვაკლდება ბიუჯეტის შემოსავლები პირველ რიგში სტრატეგიულ პარტნიორებთან გაუარესებული ურთიერთობების გამო ეს საიდან არ არის და ესე ხდება. აქედან გამომდინარე ფიზიკური პირებიდან და სხვა შესაძლო ამოღების წყალებში ცუდი გაგების ცდილობებიდან გაიზარდა მოთხოვნა გასაჭიროა კიდევ დამატებით ახალი შემოსავლის ხაოს პოვნა და დიდი ალბათობით ეს გამოსავალი იპოვეს. ეს ჩემი პირადი დაშვებაა, რომ ახლა ხდება ცოტა ნაკლებად ემპათიური ბიზნესის, ასე ვთქვათ, კედელთან ახლო მიყენება, რაც პირველი არა, მაგრამ შემდგომი ნაბიჯია, რომ შემდეგ სხვა ბიზნესებზე მივიდეს. ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ კანონში ცვლილებებს პარლამენტის საფინანსო, საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირეს. სახელმწიფოს ამ ეტაპზე ქარის ელექტროსადგურების მოწყობაზე ბიზნესთან ხელშეკრულება 34 პროექტზე აქვს გაფორმებული. აქედან 29 კვლევის, ხოლო 5 პროექტი მშენებლობის ეტაპზეა. მთავრობის ინფორმაციით 2031 წლამდე დაგეგმილი არის დაახლოებით 1300 მეგავატი ქარის, 1700 მეგავატი მზის და 1000 მეგავატი ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელება. 2036 წლისათვის სისტემას მარეგულირებელი ელექტროსადგურების ჩათვლით დაახლოებით 2800 მეგავატი დაემატება, რის შედეგადაც ქვეყნის ჯამური დადგმული სიმძლავრე 11500 მეგავატს მიაღწევს. მთავრობამ შაქრის იმპორტზე დაწესებული გადასახადი 1 წლით გაახანგრძლივა. 2026 წლის 24 აპრილს გამოქვეყნებული დადგენილებით ცვლილება 10 აპრილის დადგენილებაში შევიდა, რომლითაც გასულ წელს მთავრობამ შაქრის იმპორტზე 1 წლიანი გადასახადი დააწესა. მოქმედების ვადა შარშან 22 აპრილიდან ამ წლის 22 აპრილამდე იყო. ახალი გადაწყვეტილებით ვადა მომავალ წლის 22 აპრილამდეა გახანგრძლივებული. გასული წლის პირველ კვარტალში საქართველოში შაქრის იმპორტი შემცირდა. ამ პერიოდში ქვეყანა 10.934.000 დოლარის ღირებულების 19.988 ტონა შაქარი შეიძინა. იმპორტი 13.4%-ით შემცირდა. საქართველომ 2026 წლის იანვარ-მარტში სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან 56 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. ოფიციალური მონაცემებით, 3 თვის შედეგი აჩვენებს, რომ ექსპორტმა 56 მილიონ 79,300 დოლარი შეადგინა. ეს წლიურად 2.4%-იანი ზრდაა. ამავე პერიოდში ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობა 7 მილიონ 337,027 ლიტრამდე შემცირდა. ეს 12.9%-ით ნაკლებია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ხორბლის სექტორში მხარდაჭერის ახალი მექანიზმების შემუშავება იგეგმება. ეს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა. უწყებაში ხორბლის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერა აღუთქვეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია გაითვალისწინებს თუ არა სამინისტრო ხორბლის მწარმოებელი ფერმერების მთავარ თხოვნას. ხორბლის იმპორტზე სეზონურად გადასახადი დაწესდეს, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს ხორბლის მისაღებ ფასად რეალიზაციის საშუალებას მისცემს. ამ დროისათვის წისქვილ კომბინატებში კილოგრამი ხორბლის ჩასაბარებელი ფასი 60 თეთრია, რაც მეხორბლეების განცხადებით კრიტიკულად დაბალი ფასია. ადგილობრივი მწარმოებლები რუსეთიდან შემოსულ იაფიან ხორბალს კონკურენციას ვერ უწევენ. რა მხარდაჭერის მექანიზმებს თავაზობს სამინისტრო ფერმერებს და რას თხოვენ ფერმერები მათ? იკა გაზდელიანის სიუჟეტი ვნახოთ.
ხორბლის ადგილობრივი მწარმოებლები ხორბლის იმპორტზე დროებითი სეზონური ტარიფების დაწესებას ითხოვენ. ეს ერთ-ერთი ის მთავარი საკითხია, რომელიც ფერმერებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე დააყენეს. მარცვლეულის მწარმოებლები დარგში არსებულ კრიტიკულ მდგომარეობაზე საუბრობენ და დახმარება სწორედ ამ მიმართულებით ითხოვენ. მათი განმარტებით რუსული ხორბალი ბაზარზე გაცილებით დაბალ ფასად შემოდის, ვიდრე ქართული პროდუქტის თვითღირებულებაა. და თუ კი მოსავლის აღების თვეებში იმპორტზე სეზონური ტარიფი დაწესდება, ეს ადგილობრივ მწარმოებლებს საკუთარი წარმოების ხორბლის რეალიზაციის საშუალებას მისცემს. რომ გადარჩეს ქართული წარმოება და სტიმული კონდეს ქართულ ფერმერს, ვინც ხორბალს და სხვა მარცვლეულს აწარმოებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის, რომ რაღაცნაირად მოხდეს დახმარება სახელმწიფოს მხრიდან. სხვა შემთხვევაში თითქმის ეკონომიკური мотивация არ გვაქვს, რომ კიდევ გავაგრძელოთ მარცვლის წარმოება. ფასი რა თქმა უნდა განსაზღვრა სოფლიო ბირჟაზე არსებული ფასები, მაგრამ ჩვენთან იმპორტი ხორციელდება ძირითადად რუსეთიდან. ყველამ ვიცით, რომ რუსეთი არის დღეს მდგომარეობს მდგომარეობაში და რუსეთში ხორბლის ფასები არ შეესაბამება მსოფლიო ბირჟაზე ფასებს და ამიტომ ჩვენზეც მოქმედებს რა თქმა უნდა. დღესდღეობით ადგილობრივი ხორბლის სარეალიზაციო ფასი 60 თეთრია, რაც ფერმერების განმარტებით წარმოების ხარჯებსაც ვერ ფარავს. იმპორტირებული ხორბლის დაბეგრვის შემთხვევაში კი ფერმერები შეძლებენ პროდუქცია 70 თეთრად გაყიდონ. კურიოზული მდგომარეობაა, რომ მაშინ, როდესაც დეფიციტური პროდუქცია გვაქვს ჩვენ ფერმერებს და ამ დეფიციტურ პროდუქციასაც ვერ უკეთებთ რეალიზაციას, ძალიან დიდი კურიოზი არის. და ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ მოსავლის აღების თვეებში მოხდეს შეზღუდვა იმპორტისა კანონიერ ფარგლებში, რა თქმა უნდა, ტარიფებით და როგორც კი ადგილობრივად წარმოებული მარცვლეულის რეალიზაცია განხორციელდება, ჩვეულებრივ განხორციელდეს იმპორტი. საკითხს სიფრთხილით ეკიდება წისქვილ კომბინატების სექტორი. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს მოხმარებული ხორბლის მხოლოდ 20%-ს აწარმოებს, ხოლო 80% იმპორტზე მოდის. იმპორტის ჩაკეტვის შემთხვევაში კი ქვეყანას გარანტია უნდა ჰქონდეს, რომ ადგილობრივი ფერმერები წისქვილ კომბინატებს ხორბლის საჭირო რაოდენობას მიაწვდიან. იმის გათვალისწინებით, რომ ამ დრომდე არ არსებობს სრულყოფილი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ზუსტად რამდენი ტონა სასურსათო ხორბალი მოვიდა ქვეყანაში და ფერმერებს სტატისტიკის წარმოების ვალდებულება არ აქვთ, ეს ხორბლის იმპორტის დაბეგრვას არისკოს ხდის. უნდა ვიცოდეთ სახელმწიფომაც ჩვენად, რომ აქ გვექნება აუცილებლად რაოდენობა ის ხორბლის, რომელიც თქვათ აუცილებელია ქვეყნისათვის, რომ პრობლემის შემთხვევაში ქვეყანა ხორბლის გარეშე არ დარჩეს და ჩვენ მანამდე უნდა შემოვიტანოთ იმპორტირებული ის რაოდენობის ხორბალი, რომელიც შეერევა ქართულ ხორბალს. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია ხაზს უსვამს იმასაც, რომ მოსავლის აღების სეზონზე რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში ხორბლის ფასი საერთაშორისო ბაზარზე მცირდება. იმპორტის ამ დროს შეზღუდვამ კი წისქვილ კომბინატებს შესაძლოა იაფი მარაგების შექმნაში ხელი შეუშალოს, რაც სამომავლოდ ფასების სეზონური ზრდისას შესაძლოა პრობლემები წარმოქმნას. ისტორიულად ამ პერიოდში მარაგდება ხოლმე წისქვილ კომბინატები იაფი ხორბლით და მარაგების შექმნა ამ პერიოდში ხდება, მათ შორის იმპორტირებულის. ანუ ამ ჩაკეტვის შემდგომ ფაქტიურად ხორბლის გაძვირება იქნება როგორც რეგიონალურად, ზოგადად ისტორიულად ასე ხდება და შესაბამისად, აქაც რაღაც კითხვით ნიშანი შეიძლება ვთქვათ იყოს, რომ ანუ შემდეგ უკვე ჩვენ მოგვიწევს უბრალოდ ძვირი ხორბლის შემოტანა. აბალანსებული გადაწყვეტილება უნდა იყოს მაგ შემთხვევაში მიღებული. სამინისტროს ინფორმაციით ფერმერებთან ერთად განიხილეს სერტიფიცირებული სათესლე მასალის ხელმისაწვდომობა, თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვის და მცირე და საშუალო ფერმერებისთვის საწყობე ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის საკითხები. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით შეხვედრის მიზანი სექტორსა და სახელმწიფო შორის კოორდინაციის გაძლიერება და ხორბლის წარმოების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა იყო. თუმცა ჯერჯერობით უცნობია გაითვალისწინებს თუ არა სამინისტრო ფერმერების თხოვნას და დაწესდება თუ არა ხორბლის იმპორტზე გადასახადი. ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი ფერმერებს არ მიუღიათ. ხორბალი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურა. ჩვენს ქვეყანაში მარცვლეული კულტურები ჯამში არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი, როგორც ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების ნაწილში, ასევე მისი ტრადიციიდან გამომდინარე, გათვალისწინებული იქნება მაქსიმალურად ის მოთხოვნები, რაც ფერმერებს ჰქონდათ. აღუქვა დახმარება შეძლებს დაგვარად და ჩვენს ვართ კარგი მოსავლის და კაი მოლოდინების რეჟიმში, ასე ვთქვათ. ვისაუბრეთ ხუთმატონი მინისტრი გვესაუბრა ხორბლებთან დაკავშირებით, ფასებთან დაკავშირებით, შოკვი და ყველაფერს და პრინციპში კმაყოფილებით მივიდივართ.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა კონკრეტული მიმართულებებით გეგმავს სახელმწიფო ხორბლის წარმოების მხარდაჭერას. მეხორბლეების ინფორმაციით საქართველოსთვის განმავლობაში საშუალოდ 40,000 ტონა ხორბალი სჭირდება. ყოველწლიურად მთლიანი მოხმარების 80% კი იმპორტირებულია. მთავრობამ შაქრის იმპორტზე დაწესებული გადასახადი 1 წლით გაახანგრძლივა. შაქრის იმპორტზე ერთწლიანი გადასახადის 2027 წლის 22 აპრილამდე გაგრძელების ვადა გადაწყვეტილია. შარშან მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით კი 100 კილოგრამზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას 1 კილოგრამზე შაქარი 40 თეთრის გადასახადით დაიბეგრება, ანუ ტონაზე 400 ლარით. გამონაკლისი სია შაქარზე გაცემული პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის საგადასახადო შეღავათის გამოყენების შემთხვევებშია. შაქრის იმპორტზე დროებითი გადასახადი 2023 წლის 20 ნოემბრიდან 2024 წლის 1 ივლისამდე მოქმედებდა. მაშინ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ოთარ ჟამუგი აღნიშნავდა, რომ შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესების მთავარი მიზანი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და აგარის შაქარში დასაქმებული 500-მდე ადამიანი იყო. 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში შაქრის იმპორტი შემცირდა. ამ პერიოდში ქვეყანამ 10,934,000 დოლარის ღირებულების 11,988 ტონა შაქარი იყიდა. იმპორტი 13,4%-ით შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკა მიუთითებს, რომ წელს შაქრის მთავარი მომწოდებელი პოლონეთი იყო. ამ მიმართულებიდან პროდუქტის გადმოზიდვები გაოთხმაგებულია. 2024-2025 წლებში წლიურად შაქარი ძირითადად საფრანგეთიდან შემოდიოდა ქვეყანაში. შარშან მაგალითად პოლონეთმა რეიტინგში ბელგიას და ნიდერლანდებს გადაასწრო და საფრანგეთის შემდეგ მეორე პოზიციაზე იყო. წელს იანვარ-მარტში შაქრის ჯამური იმპორტის კლება საფრანგეთიდან შეზღუდვების შემცირებამ განაპირობა. პირველ კვარტალში ტოპ 5 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგშია პოლონეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ბელგია და გაერთიანებული სამეფო. მთავრობამ თბილისის შემოვლითი მაგისტრალის 22,5 კილომეტრიანი ავჭალა აეროპორტის მონაკვეთის ტენდერის დასრულება ხელმეორედ ამჯერად 1 ივნისამდე გადაავადა. ტენდერი 2026 წლის თებერვალში გამოცხადდა და ის თავდაპირველი გეგმით 15 აპრილს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ის ჯერ 8 მაისამდე, ახლა კი 1 ივნისამდეა გადავადებული. გადავადების მთავარი მიზეზი კომპანიების მიერ წარდგენილი განცხადებები იყო, რომლის მიხედვითაც მათ პროექტის მოსამზადებლად დამატებითი დრო სჭირდებათ. გამოცხადებული ტენდერი ორი ძირითადი სეგმენტის მშენებლობას გულისხმობს. კერძოდ უნდა აშენდეს ავჭალა-გლდანის 5,8 კილომეტრიანი მონაკვეთი და გლდანი აეროპორტის 16,7 კილომეტრიანი მონაკვეთი. გეგმის მიხედვით მაგისტრალი 4 ზოლიანი იქნება და რთულ საინჟინრო ნაგებობებს მოიცავს, მათ შორის 16 ხიდს, 4 პარალელურ გვირაბს და 4 სატრანსპორტო კვანძს. გზა სათავეს ავჭალის სარკინიგზო ხიდიდან აიღებს და სამხრეთ-აღმოსავლეთით დიდი ლილოს შესასვლელისკენ აიღებს. გზის ლილოს ბაზრობამდე დასრულდება. დასრულებული არის გზის მეორე ლოტის წიწამური ავჭალის 7,3 კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო ტენდერი ამასობაში, რომელშიც ნეტადება 10 კომპანიამ წარადგინა. იმის მიუხედავად, რომ ტენდერის სავარაუდო ღირებულება 490 მილიონ ლარს შეადგენდა, მაშინ მონაწილე არც ერთ კომპანიას 490 მილიონზე დაბალი თანხა არ წარუდგენია და მიღებული შეთავაზებები 520 მილიონი ლარიდან 952 მილიონ ლარამდე მერყეობს. ამჟამად სამინისტრო ამ წინადადებების შეფასების პროცესშია. ინფრასტრუქტურის მინისტრის რევას ოხაძის განცხადებით სამტრედია გრიგოლეთის ხიდი, რომელიც 2023 წლის თებერვალში ჩაინგრა, 2027 წელს გაიხსნება. პირველი არხის ეთერში მინისტრმა თქვა, რომ 2026 წელს ამ პროექტის დასრულება ვერ მოესწრება. მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და სამწუხაროდ წელს სამტრედიის ხიდის გახსნა ვერ მოხერხდება. აქტიურად ვმუშაობთ, რათა დავაჩქაროთ ეს პროცესი, რომ მოსახლეობას უკვე მალე შეეძლოს ამ მაგისტრალის სარგებლობა და თბილისიდან ბათუმამდე შეუფერხებელი გადაადგილება, ამბობს ოხაძე. სამტრედია გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე ყველაზე გრძელი 800 მეტრიანი ხიდი 2023 წლის თებერვალში ჩაინგრა და მისი აღდგენა ამ დრომდე არ არის დასრულებული. 2024 წლის ბოლოს ხიდის დემონტაჟის და სრული რეაბილიტაციის შესახებ სახელმწიფომ კონტრაქტი კომპანია კავკასუს Road Projects გაუფორმა, რომელიც ადგილზე სამუშაოებს ახორციელებს.
ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, გრიგოლეთის გზის დარჩენილი მონაკვეთი აპრილში არ გაიხსნება, რადგან კონტრაქტორს ხარვეზები დაუდგინდა, რომელთა გამოსწორებისთვისაც ერთ-ერთი ხიდის დემონტაჟი და თავიდან აგება დაევალა. ხარისხთან მიმართებით კომპრომისი არ იქნება. არ აქვს მნიშვნელობა, კომპანია ადგილობრივი იქნება თუ საერთაშორისო. საერთაშორისო მაგისტრალის მშენებლობა თუ იქნება საბავშვო ბაღის თუ სხვა, მიდგომა ყველასთან ერთნაირი გვაქვს. ჩვენ აღმოვაჩინეთ გარკვეული ხარვეზები კონკრეტულ ნაგებობასთან დაკავშირებით და კონტრაქტორი დავავალდებულად, რომ რეაგირება მოეხდინა, განაცხადა მინისტრმა. სოხაძის განცხადებით, კონტრაქტორი ვალდებული გახდა, რომ ნაგებობის დემონტაჟი და ხელახალი მშენებლობა მომხდარიყო, რამაც პროექტის დასრულების ვადები დააკორექტირა. ჩვენთვის მთავარი ამოცანა პროექტის დროულად განხორციელება, თუმცა სისწრაფე ხარისხის ხარჯზე ვერ იქნება. ეს არის პრინციპული საკითხი, ამბობს მინისტრი. გზის ამონაკვეთზე 2022 წლის სექტემბრიდან ჩინური სახელმწიფო კორპორაცია Hanan Road and Bridge Construction Group მუშაობს და ის ბიუჯეტიდან 324,600,000 ლარს იღებს. კომპანიის ხელშეკრულების გაფორმების დროს გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოები 2 წლის ვადაში უნდა დაესრულებინა, თუმცა გზის 8 კილომეტრიანი მონაკვეთი 2025 წლის დეკემბერში გაიხსნა, დარჩენილი 6 კილომეტრის გახსნამ კი ამ წლის გაზაფხულამდე გადაიწია. განახლებული მონაცემებით დარჩენილი მონაკვეთი კიდევ უფრო გვიან გაიხსნება, ვიდრე ეს აქამდე იყო დაანონსებული. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყალტუბოსა და ხაშურში 2 ახალი საბაგირო სტადიონის სარაგბო სტადიონის მშენებლობისათვის 12,100,000-იანი კონტრაქტი გააფორმა. შესაბამისი ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთთან გაფორმდა და მისი შესრულების საერთო ვადა 12 თვეა. პროექტირების ფარგლებში წყალტუბოში და ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში რაგბის ხელოვნურ-საფარიანი სტადიონები უნდა მოეწყოს 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით და განათების თანამედროვე სისტემებით. გეგმაში არის გასახდელების, საშხაპეების, ტექნიკური სივრცეებისა და სამედიცინო ოთახის მოწყობა. ტენდერში მონაწილეობა სულ 8 კომპანიამ მიიღო და მასში ყველაზე დაბალი ფასი 12,100,000 ლარი სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთმა წარადგინა, რაც სავარაუდო ღირებულებაზე 15,200,000 ლართან შედარებით 3,100,000 ლარით უფრო ნაკლებია. ამ ფონდის ინფორმაციით რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუთაისის აიას და თბილისის ავჭალის სტადიონებსაც. $2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა სულ $1,280,000,000 ლარის ღირებულების 12,835 იპოთეკური სესხი გასცეს. ეროვნული ბანკის განახლებული სტატისტიკით თანხობრივად იპოთეკური სესხების პორტფელი 34%-ით, რაოდენობრივად კი სესხები 20%-ით არის გაზრდილი. სტატისტიკის თანახმად 2026 წელს გაცემული იპოთეკური სესხების საშუალო მოცულობა 99,600 ლარს აღწევს. მაშინ, როდესაც 2025 წლის იანვარ-მარტში გაცემული იპოთეკების საშუალო ღირებულება 89,500 ლარს შეადგენდა. ეს მატება განპირობებულია ქვეყანაში უძრავი ქონების ფასების ზრდით, ასევე თანამონაწილეობის კოეფიციენტის შემცირებით. გასული წლის გაზაფხულიდან შემცირდა თანამონაწილეობის კოეფიციენტი 15-დან 10%-მდე, რაც უფრო დიდი ზომის კრედიტის აღებას ხდის შესაძლებელს. ეროვნული ბანკის სტატისტიკით 2026 წლის მარტში ეროვნული ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 11,88% იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,45% პუნქტით ნაკლებია. სახელმწიფოს ამ ეტაპზე ქარის ელექტროსადგურების მოწყობაზე ბიზნესთან ხელშეკრულება 34 პროექტზე აქვს გაფორმებული, საიდანაც 29 კვლევის და 5 პროექტი მშენებლობის ეტაპზეა. საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ხდება ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ცნობილი, სადაც განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშეწყობაზეა საუბარი. მთავრობის ინფორმაციით 2031 წლამდე გეგმაშია დაახლოებით 1300 მეგავატი ქარის, 1700 მეგავატი მზის და 1000 მეგავატი ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელება. 2036 წლისთვის სისტემას მარეგულირებელი ელექტროსადგურების ჩათვლით დაახლოებით 2800 მეგავატი დაემატება, რის შედეგადაც ქვეყნის ჯამური დადგმული სიმძლავრე 11,500 მეგავატს მიაღწევს. ამ დროისთვის საქართველოს ენერგოსისტემაში მხოლოდ 2 ქარის სადგურია ჩართული, რომელთა დადგმული სიმძლავრეც ჯამში 40 მეგავატამდეა. მზის სადგურების სიმძლავრე კი 11 მეგავატს შეადგენს. ქვეყნის ჯამური დადგმული სიმძლავრე 4800 მეგავატს აღწევს.
საბერძნეთის სანაოსნო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტეში, რომელიც გლობალური ენერგოვაჭრობის კრიტიკულ დერეფნად მიიჩნევა, ამ დრომდე 600-ზე მეტი სავაჭრო გემია გაჭედილი. მისივე განცხადებით, ხომალდებს შორის 230 ნავთობტანკერია და მათზე ჯამურად 250 მილიონი ბარელი წიაღისეული საწვავია განთავსებული. ეს მოცულობა მსოფლიოს მოხმარების დაახლოებით 1 კვირის მარაგს უტოლდება. სინგაპური არაბულ ქვეყნებს რუსული ნავთობპროდუქტებით ანაცვლებს. Financial Times-ის ინფორმაციით, ირანის ზომა გლობალური ენერგეტიკული ბაზრების დესტაბილიზაცია გამოიწვია, რის გამოც აზიური სახელმწიფო ალტერნატიულ წყაროებზე გადაერთო. Vortex-ს მონაცემებით აპრილში რუსული ნავთობის იმპორტმა გასული წლის საშუალო თვიურ მაჩვენებელს 2-ჯერ გადააჭარბა. ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მომავალი ზამთრისთვის მოსამზადებლად უკრაინას მინიმუმ 5 მილიარდ 400 მილიონი ევრო ესაჭიროება. ეს მონაცემები უკრაინის ენერგეტიკის საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა წარადგინა. ოფიციალური კიევის განმარტებით, მომავალი ცივი სეზონისათვის მზადება სახელმწიფოსთვის უმთავრესი გამოწვევაა. პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 1,600,000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც 4,28%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას. სააგენტოს მხრიდან დაჯამებული მონაცემებით, წელს იანვარ-მარტში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 1,605,500 მგზავრს მოემსახურა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1,99,204 მგზავრს, ზრდა წლიურ ჭრილში პირველ კვარტალთან შედარებით 8%-იანია. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შემთხვევაში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 386,228-ია. მგზავრთნაკადის ზრდა ამ შემთხვევაში წლიურ ჭრილში 7% არის. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის შემთხვევაში კი 115,785 მგზავრის მომსახურება ფიქსირდება, რაც 25,6%-ით ჩამორჩენა არის გასული წლის პირველი კვარტალის მაჩვენებლებთან შედარებით. ამ წლის პირველ სამთვეში საქართველოს აეროპორტებში ჯამში 7,799 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა 5,669 ფრენა იყო, ჩარტერების რაოდენობა 2,130. გასული წლის იანვარ-მარტში განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით რეისების რაოდენობა 9%-ით გაიზარდა. 14%-ით არის გაზრდილი საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების ჯამური მაჩვენებელი. სულ პირველ კვარტალში 72,546 ერთეული საჰაერო სივრცის გამოყენება დაფიქსირდა. დადებითი დინამიკა შენარჩუნდა საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხით. 2026 წლის იანვარ-მარტში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობა 10,177 ტონა იყო. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ტვირთბრუნვა 32%-ით გაიზარდა. 2026 წლის პირველ სამთვეში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით საქართველოს საავიაციო ბაზარზე ვიზიარ კვლავ ლიდერ პოზიციაზეა. ავიაკომპანია ბაზრის 20%-იან წილს იკავებს 326,670 მგზავრის გადაყვანით. საწვავის ფასების მკვეთრმა მატებამ საჰაერო ტრანსპორტის სექტორი რთული გამოწვევების წინაშე დააყენა. Skylog-ის მმართველი პარტნიორი გიორგი ზუმბაძე აღნიშნავს, რომ ტარიფების ზრდა გარდაუვალი პროცესია, რადგან ავიაცია პირდაპირ არის დამოკიდებული საწვავის ღირებულებაზე. მისი თქმით, ბაზარი ამჟამად მოლოდინის რეჟიმშია და ცდილობს მოერგოს ახალ რეალობას, სადაც დაგეგმვა თითქმის შეუძლებელი იქნება. ზუმბაძის განმარტებით, საწვავის დაძვირება აისახება როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო გადაზიდვებზე. პრობლემას ამწვავებს სამგზავრო რეისების გაუქმება, რადგან მსოფლიო ტვირთების 60-70% სწორედ სამგზავრო ხომალდებით ხდება. საწვავის გაძვირებაზე არის დამოკიდებული ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, მით უმეტეს საჰაერო ტრანსპორტი. ტარიფების მომატება მალე დაიწყო, როგორც კი ეს კონფლიქტი შევიდა მოქმედებაში. სატვირთო ჩარტერული რეისებიც გადავიდა არის ICMI-ის ფორმა, ესეთი რომელიც საწვავის ღირებულებას არ ითვალისწინებს, იქ ფასი ამ ყველაზე საფუძველზე ხო ბეისმენტი რაც არის. ფასი არ შეცვლილა. თუ თვითმფრინავის თვითონ ღირებულება არ გაიზრდება, იმის ფასი არ შეიცვლილა. რაც უფრო მეტი რეისები გაუქმდება, სამგზავრო თვითმფრინავებს 60-70% მთლიანი მსოფლიოს ტვირთის გადაზიდვა ხორციელდება სამგზავროდ. რაოდენობრივად სამგზავრო 10-ჯერ თუ არა მეჯერ აღემატება თვითმფრინავის ატვირთებს. შესაბამისად, თუ გაუქმდა სამგზავრო რეისები, ხო გინაც მოკლე მონაკვეთებზე, გინაც სადაც არ არის ისე დიდი დატვირთვა, ეს ხო შეამცირებს შესაძლებლობას საერთო მოცულობას
რა რაოდენობისთვით შეიძლება გადაიზიდოს. ეს მე გარკვეულ დეფიციტი ამან შეიძლება შექმნას. ამიტომ ეს მოლოდინი არის ყველა ველოდებით, რომ აი ხვალ ავტომობილი შეიძლება ახლა 65 და 70 დოლარზე არ ჩამოვიდეს, მაგრამ თუ კიდე ჩამოსდა და გაჩერდა, მე წინ აი დაგეგმვა შეიძლება, გინდაც მოკლე ვადიან პერსპექტივაში. ეხლა მოკლესაც ვერ გეგმავს ვერავინ. საჰაერო გადაზიდვების გაძვირების ფონზე ლოგისტიკური კომპანიები მულტიმოდალურ გადაზიდვებზე და ალტერნატიულ სახმელეთო მარშრუტებზე გადაწყობას ცდილობენ. Skylogs-ის მმართველი პარტნიორი გიორგი ზუმბაძე განმარტავს, რომ კომპანიის მთავარი ფუნქცია ახლა ტვირთის A-წერტილიდან B-წერტილში ოპტიმალური დანახარჯებით მიტანა, რაც ხშირად საჰაერო და სახმელეთო გზების კომბინირებას გულისხმობს. იმის მიუხედავად, რომ ევროპის მიმართულებით სახმელეთო გადაზიდვები გაძვირდა, აზიის მიმართულება მათ შორის ყაზახეთი, უზბეკეთი და აზერბაიჯანი მასების სტაბილურობას ინარჩუნებენ, რადგან ეს ქვეყნები საკუთარი ნავთობით მარაგდებიან. ზუმბაძე აღნიშნავს, რომ Skylog-მა უკვე შეიმუშავა ახალი სქემა ჩინეთიდან ტვირთების ჩამოსატანად, რომელიც დროში გახანგრძლივდა, თუმცა ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს. ლოგისტიკა ეს არის ერთი ადგილიდან A-წერტილიდან B-ში ყველაზე სწრაფად და იაფად გადატანის შესახებ მეცნიერება. ხო და ეს ჩვენი ფუნქცია არის. სადღაცას ხმელეთი ჩავრთოთ, სადღაცას ჰაერი ჩავრთოთ. ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მათი ესეთ რთულ პერიოდში ხოლმე ჩვენმა კლიენტებმა შეძლონ რომ უფრო ადვილად გადაიარონ ეს რთული პერიოდი. ჩინეთიდან საქართველოსკენ ხომ არ შეინიშნება გაძვირება რა. აქ ამ ყველაფერს ეჯახება ძალიან დაბალი აქტივობა ბაზისზე. ისეთ ქვეყნებს გამოდის მაინც ყაზახეთი, ჩინეთს თავისი ირანიდან მარაგდება, რუსეთიდანაც აქვს. მაგას ვიცით ყველა. ყაზახეთს თავისი ნავთობი აქვს, უზბეკეთს თავისი აქვს. საქართველოს და აზერბაიჯანს თავისი აქვს. ეს ყველაფერი ამ ინარჩუნებს გარკვეულად იმ ძველ ფასებს და სიმცირე ტვირთის დეფიციტი, საერთოდ საფხული ახლა მოდის და დაბალი აქტივობის პერიოდი არის ხო. არც მატარებელზე ევროპისკენ, საქართველოსკენ რაღაც დიდი კატასტროფული ცვლილებები არ არის და არც ზღვაზე, როგორ პარადოქსულიც არ უნდა იყოს. იმიტომ რომ ზოგადად არის კრიზისი, ამ ყველაფრის ფონზე არის კრიზისი გადაზიდვების სფეროში. ასე იყო საქმის კურსის შემაჯამებელი გამოშვება. ამ დროისათვის წინ საქმიანი საღამო გელოდებათ, რომელსაც გიორგი თოლერდავა და ბექა ბაციკაძე გაუძღვებიან. ჩვენ ერთმანეთს ხვალ შევხვდებით BMG TV-ს ეთერში საღამო 7 საათზე დროებით.